მშვიდობის ხიდზე კონსერვატორებისა და ხალხის პარტიის თანათავმჯდომარეებმა ლაშა ჩხარტიშვილმა და ალექსანდრე შალამბერიძემ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილი პროტესტისთვის მშვიდობის ხიდი მათ საგანგებოდ შეარჩიეს იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. ბაში, როდესაც სოციალურად დაუცველი ადამიანები უსახლკაროდ არიან დარჩენილები. ხელისუფლება უსარგებლო ხიდებს არ უნდა აშენებდეს, აცხადებენ პოლიტიკური პარტიები. ისინი აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების საცხოვრებელი ბინები დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ. სირცხვილია, როცა ხალხის ბიუჯეტის ფული იხარჯება მიხეილ სააკაშვილის უზარმაზარი რეზიდენციის მშენებლობაზე, რომელიც 800 მილიონი დაჯდა, აი ამ შუშის უფუნქციო ხიდის მშენებლობაზე, რომელიც 80 მილიონი დაჯდა, მაშინ როცა ადამიანები არიან უსახლკაროდ და შიშით ელოდებიან ზამთარს თუ სად გაათებენ ღამეს. უამრავი ადამიანი ცხოვრობს უკვე ქუჩაში და არ იცის როგორ მიაღწიოს თავშესაფრის მოპოვებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოთ, რომ ხალხის ფული დაიხარჯოს ხალხზე. თბილისის ბიუჯეტიდან 3% გამოიყოს სოციალური საცხოვრისის მშენებლობაზე, რათა ამ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება მინიმალური საცხოვრებელი პარტი მიიღონ. ჩვენ დგევართ იმიტომ აქ, რომ ვაჩვენოთ ის კონტრასტი, რომელსაც აკეთებს სააკაშვილი ამ ხიდების ფულის ხარჯვით და ის ადამიანები, თბილისის მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ არის დარჩენილი და მათ არჩევნების დროს კიდევ ერთხელ მოატყუეს. მათ შეპირდნენ საცხოვრებელ ფართობს და გავიდა მას შემდეგ 6 თვე და ისინი კვლავ ქუჩაში არიან. მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ქართველი მუქმანიანი თინა, რომელსაც არ გააჩნია არც სახლი, არც კარი, 6 სული გავყრივართ ქუჩაში. ჩემთან ერთად არის უსახლკარო 23 ადამიანი, რომლებსაც ძველი განცხადებებიდან დაპირებების მეტი ხახალზე დაწერილი არაფერი არ გვაქვს. მივმართეთ მერიას, საკრებულოსაც, ყველგან გვიდევს ჩვენი სია და მარტო პრეზიდენტთან არ გვაქვს. პირადად დაწერილი გვაქვს ბევრი განცხადებები, მაგრამ ჯერა რომ მანამდე არ მიდის, ხალხს კომპიუტერიდან პასუხი.